ძალიან მოხარული ვარ პირველ რიგში გითხრათ ის რომ თქვენ გხვდათ პატივი და მეც მხვდა პატივი რომ სენაკის ისტორიაში პირველი ციფრული რადიოს სათავეებთან ვიყოთ და თქვენ იყოთ ჩემი პირველი რესპონდენტი. პირველ რიგში მინდა საზოგადოებამ რა თქმა უნდა ისედაც ძალიან კარგად იცის თქვენ შესახებ, მაგრამ უფრო მეტი იცოდეს თქვენზე. ედიშერ ბაღათურიაზე, ახალგაზრდაზე, რომელიც ძალიან საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული სენაკში. მადლობა მაიკო, პირველ რიგში მოწვევისათვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენს გადაცემაში ვარ, ასე ვთქვათ, მონაწილე. თქვენ პირველი მონაწილე, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული პატივი არის. ჩემზე რა შემიძლია გითხრათ, ედიშერ ბაღათურია ვარ, სენაკელი, სენაკში დაბადებული გაზრდილი. ძალიან მიყვარს საქაურობა. და რასაც ყველაზე მეტად გამოვყოფთ ის არის რომ ჩვენ შევქმნით ასე ვთქვათ 10 ადამიანებმა სენაკის გულშემატკივრებმა ორგანიზაცია რომელსაც ქვია ჩვენი სენაკი საზოგადოებრივი გაერთიანება ჩვენი სენაკი და ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ მიზანი საქმიანობის მიმართულებით და ჩვენი ვთქვათ აქტივობების ძირითადი სფერო ეს არის სენაკის გარშემო კვლევა ფართოგაგებით ანუ სენაკის როგორც წარსულის შესწავლა საკმაოდ სიღრმისეული და დეტალური ანალიზის შესწავლა სენაკის ისტორიის ასევე დღევანდელი პრობლემებისა და გამოწვევების რაც ჩვენს საყვარელ მუნიციპალიტეტში გვაქვს და ასევე მომავალში როგორ შეიძლება ჩვენ სენაკის განვითარებას ვხედავთ ასე ვთქვათ სენაკის ხვალინდელი დღე ამ ყველაფერს აერთიანებს ჩვენი ორგანიზაცია ჩვენს ორგანიზაციაში საკმაოდ მრავალფეროვნება არის სხვადასხვა ვთქვათ მაგალითად სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები ვართ გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების თუნდაც ანუ ასე ვთქვათ ჩვენთვის მთავარი არ არის თუნდაც პოლიტიკური გემოვნება ან რაღაც ასაკობრივი სხვაობა ან თუნდაც ნებისმიერი სხვა სახის განსხვავება მთავარი არის სენაკის გარშემო სიყვარული ანუ ეს არის ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ საწყისი წერტილი რომლის გარშემოდაც ჩვენ ვართ შეკრებილები და შეკრებილები ვართ ადამიანები ვისაც მართლა გვაინტერესებს სენაკი და გვაქვს გარკვეული ინტერესი და გარკვეული გამოცდილებაც რომ სენაკის გარშემო არსებული ვთქვათ ცოდნა რაც უკვე არსებობს ეს უფრო მეტად გავაფართოვთ და უფრო მეტ საზოგადოებას მივაწვდინოთ სენაკის რადიო ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და სასიამოვნო ის მომენტი, როცა გავიკითხეთ, რა თქმა უნდა, თემაზე ვმუშაობდით და პირველი თემა აუცილებლად რაღაც ისტორიასთან, კულტურასთან და ღირებულებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული სენაკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემატიკასთან და არა მხოლოდ სენაკისთვის. პირველი, ვინც მირჩიეს რესპონდენტად, ეს იყავით თქვენ და განსაკუთრებული სიხარული იმიტომაც მქონდა, რომ ჩვენ წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და მე ვიცი რამდენად დიდი პოტენციალი გაქვთ. მიხარია, რომ ესეთი ორგანიზაცია არსებობს სენაკში ვფიქრობ რომ ერთგვარად საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომელიც ფაქტიურად აერთიანებს ყველა ასეთ განსხვავებულ ადამიანს ასაკიდან დაწყებული ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის ასე ვთქვათ მუშაობაში ასე ვთქვათ იქნება ხმა საზოგადოების და ხალხის რამდენ სწორად გავიგეთ კი ზუსტად ეგ არის ჩვენი ორგანიზაციის ასე ვთქვათ შემდგომი ეტაპი განვითარების იმიტომ რომ ანუ ჩვენი ორგანიზაცია ერთის მხრივ ხო არის ეს რაღაცა ვთქვათ აკადემიური გაერთიანება რომელიც სენაკის გარშემო კვლევას აწარმოებს ასე ვთქვათ მაგრამ მარტო კვლევა არ არის საკმარისი ხო სენაკის განვითარებისათვის ანუ მნიშვნელოვანი არის ადვოკატირება რასაც დღეს თანამედროვე ვთქვათ რასაც ეძახიან ხო ანუ სენაკის ინტერესების დაცვა უფრო მაღალ დონეზე ხო ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენს ორგანიზაციას შეუძლია რომ სენაკის ინტერესები ვთქვათ ხო თუნდაც ამ სოფლის პრობლემები თუნდაც ქალაქის პრობლემები ხო რაღაცნაირად დღის წესრიგში დააყენოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ანუ უფრო მაღალ ზემდგომ ორგანოებთან და ამითი ვთქვათ რაღაცნაირად სენაკის განვითარების უკეთესი განვითარება დაუჭიროთ მხარი. ანუ ეს ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის, მნიშვნელოვანი მიზანი და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ და გვაქვს გეგმებიც. თქვენ სოფელი ახსენეთ და ცოტა ასე ვთქვათ ალბათ ისტორიული ირონიაც კი არის იყო დრო როცა ეს ადგილი ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში არამედ ძალიან სერიოზული სიტყვა ეთქმოდა ასე ვთქვათ. მოდით შევეხოთ ჩვენს ნოქალაქებს და ჩვენს ამ საოცარ სიმდიდრეს. ხო, ჩვენ მართლაც უნიკალური ადგილზე ვართ ახლა, რომელსაც ნოქალაქები ქვია. დღეს ქვია ნოქალაქები, მაგრამ ყოველთვის ნოქალაქები არ ერქვა. ჩვენ ვიცით ციხე-გოჯი, არქეოპოლისი, რომელიც ამ ადგილის ისტორიული სახელწოდებები არის და მართლაც უამრავი უდიდესი ისტორიის მრავალი ქარტეხილის მოწმეა ეს ადგილი ნოქალაქები. ციხე-გოჯი და ნოქალაქებზე მართლა ძალიან ბევრი შეიძლება თქმა, ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება და ბევრი თქმულა და ულაპარაკიათ უკვე. მე ვეცდები რომ დღევანდელ ჩვენს პოდკასტში უფრო ისეთი კუთხით ვისაუბრო ნოქალაქებზე, რაზეც ვთქვათ, აკადემიურ ლიტერატურაში მაინც ასე თავმოყრილი და ასე ვთქვათ, სისტემატიზირებული ინფორმაცია არ არის. ანუ ვთქვათ რაღაცა შეჯამებასავით გავაკეთო ნოქალაქების. ნოქალაქებზე ვთქვათ, გამოყოფდი სამ მნიშვნელოვან მომენტს ნოქალაქებზე, რითაც
ეს ისტორიულად რითაც ყველაზე გამორჩეული არის ნოქალაქები, იმიტომ რომ ჩვენ თქვათ მრავალი ისტორიული ძეგლის ან მოვლენის შესახებ ვიცით რომ არის განსაკუთრებული, გამორჩეული, თუმცა რეალურად რატომ არის გამორჩეული და რატომ არის მნიშვნელოვანი, ხშირად ამაზე თქვათ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. ხო, აი ნოქალაქებზეც უამრავი რამ გსმენია, რომ და ჩვენ ყველანი ვამაყობთ ნოქალაქებით, მაგრამ რეალურად რა არის ეს? რეალურად რა გვაქვს ამაყო? მაგალითად რითია ის გამორჩეული ჩემთვის ნამდვილად გამორჩეული ადგილი. განსაკუთრებულ ემოციასთან არის ჩემთვის. რატომ არის ნოქალაქები გამორჩეული, ხო? ანუ პირველ რიგში დავიწყოთ ყველაზე უძველესი ისტორიით, ეს არის კოლხეთის ისტორია, ხო და კოლხეთი ალბათ თუ რამე არის საქართველოში კოლხური მემკვიდრეობის, თქვათ რაღაცა მემკვიდრეობის ნიმუში, ცოცხალი ნიმუში, ალბათ ეს არის ნოქალაქები, ხო, თქვათ ვანთან ერთად, გონიოსთან და ციხისძირსთან ერთად. და კოლხეთზეც მინდა ორიოდე სიტყვით ვილაპარაკო, იმიტომ რომ კოლხეთი არის ალბათ ქართული იდენტობის მთავარი მარკერი, ხო, აი ჩვენ ქართველებს გვაქვს რაღაცა შინაგანი სიამაყე, ხო, ეროვნული სიამაყე და ეს ეროვნული სიამაყე ჩემი აზრით გარკვეულად ამ გენეტიკურ კოლხური მემკვიდრეობის გენეტიკურ მახსოვრობას გამოხატავს რა, იმიტომ რომ ალბათ მთავარი, ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოების ყველაზე უძველესი, ასე ვთქვათ, ჩანასახოვანი წარმონაქმნი ეს იყო კოლხეთის სამეფო, ხო და ვთქვათ რაღაცა ეს იყო მართლაც დიდებული და მართლაც გამორჩეული, რითაც რომლის დიდებულობის ინფორმაცია ჩვენ რაღაც გენეტიკურად გადმოყვა, ხო? და აი კოლხეთის სამეფოს სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებით ეს არ არის, ასე ვთქვათ, 100%-იანი დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით კოლხეთის სამეფოს ცენტრი სწორედ ნოქალაქებში მდებარეობდა, ხო? და კოლხეთის სამეფო ჩვენ პირველ რიგში გვახსენებს რას? არგონავტების მოგზაურობას, ოქროს საწმის, მედიას და ასე შემდეგ, რა. ოქროს საწმისზეც მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული ვერსიით ეს იყო ვთქვათ, შეიძლება ის ყოფილიყო ზუსტად ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს რა იყო ეს ოქროს საწმისი, ხო? მაგრამ ალბათ ჩემი რწმენით და წარმოდგენით შეიძლება ყოფილიყო უნიკალური ცოდნა, უნიკალური ინფორმაცია, რომელიც კოლხეთში, ასე ვთქვათ, შენახული იყო კოლხეთში და ეს შეიძლება ყოფილიყო უძველესი სამყაროს სიბრძნე, რაღაც ერთგვარი ცივილიზაციური იმპულსი, რომელიც შემდგომ ბერძნებმა აქედან წაიღეს არგონავტების ცნობილი მოგზაურობის დროს, ხო, არგონავტების მოგზაურობაც სხვადასხვა სახელწოდება არგოც საინტერესო არის, იმიტომ რომ არგონავტები რას ნიშნავს? აი თქვა კოსმონავტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც კოსმოსში მიდის, ხო, ანუ კოსმონავტი, ხო, ანუ იგივე არის არგონავტი ნიშნავს იმ აღნიშნავს იმ მოგზაურობს, რომელიც არგოს ქვეყანაში მიმდინარე, ასე ვთქვათ, მიემართებოდნენ და არგოს ქვეყანა რა არის? არგოს ქვეყანა არის ეგრისი, ანუ სამეგრელო, ან ფუძე აქაც არგფუძე გამოიყოფა, ხო? და ეს უძველესი ცოდნა, რომელიც კოლხეთიდან წაიღეს ბერძნებმა, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ბერძნული ცივილიზაცია და ბერძნული კულტურა იყო ერთგვარი რაღაცა საფუძველი, რომელმაც უკვე შემდგომ დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას და ევროპულ განვითარებას. ამიტომ წარმოგიდგენთ რამხელა მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს საქმე, ესე იგი ეს ცივილიზაციური იმპულსი, ეს განვითარების იმპულსი სწორედ პირველი ბიძგი სწორედ აქედან დაიწყო, ანუ კოლხეთიდან, სადაც დღეს ჩვენ ვდებარებთ მის, ასე ვთქვათ, ყველაზე ლენდმარკ ადგილას, რომელიც არის ნოქალაქები. სენაკის რადიო. ასევე კოლხეთი გვახსენებს მედეას, ხო, მედეას და ეს ვიცით, რომ მედიცინის, ასე ვთქვათ, სიმბოლო არის და მე ამ თემებზე არ გავაგზავნე, იმიტომ რომ ამაზე ლიტერატურა არსებობს და საკმაოდ ბევრი დაწერილა. რაზეც მინდა რომ შევაჩერო თქვენი ყურადღება, ეს არის ნოქალაქები როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, ხო? აი ჩვენ ყველას კარგად გაგვიგია ფუჯი, ფარნავაზი და ეს ისტორია, ხო, რომელიც ძველი წარდაღრიცხვის მე-3 საუკუნეში ვითარდებოდა, ხო? სწორედ ამის სიმბოლო არის ნოქალაქები, ანუ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო არის ნოქალაქები, რომელიც დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება დღევანდელ საქართველოში. ნოქალაქებში განსაკუთრებით მე-6 საუკუნეში შუა წლებში მიმდინარეობდა ბრძოლები, ესე იგი მაშინდელ სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, ხო? და ეს ბრძოლები, ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთის ბრძოლების, ანუ თავარი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მთავარი კერა, სწორედ ამ სანახებში, ამ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, ეს იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთის დაპირისპირება, რომელ ბრძოლაშიც მაშინ დასავლეთმა გაიმარჯვა. თუმცა ეს არ ნიშნავს ნოქალაქებში და საქართველოში სპარსული და აღმოსავლური გავლენები ხშირად შემოდიოდა და დღესაც შემოდის, თუმცა იმ მომენტში დასავლეთის გამარჯვებით დასრულდა და ეს ბრძოლა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დღესაც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს კულტურულად და პოლიტიკურად არის ამ ორი დიდი ცივილიზაციური სამყაროს რაღაცნაირ მიჯნაზე, ხო? მაგრამ ალბათ დღევანდელ კონტექსტს თუ შევადარებთ, საქართველოს ამ კონტექსტში ალბათ უნდა იყოს უფრო მეტად გამაერთიანებელი, ანუ რაღაცნაირად ამ ორი ცივილიზაციისა და ეს არის ალბათ საქართველოს ბუნებრივი, თუნდაც გეოპოლიტიკური, თუნდაც კულტურული ფუნქცია, რომ რაღაც ამ ორი სამყაროს გამაერთიანებლის როლი შეითავსოს და არა დაპირისპირების და ამის სიმბოლოდაც შეიძლება ერთგვარად ნაწილობრივ შეიძლება ნოქალაქებიც მოვიაზროთ. სენაკის რადიო. თვითონ
ნოქალაქევი რამდენად შესწავლილია? არის თუ არა ეს პოტენციალი სრულად გამოყენებული, მაგალითად თუ მიმდინარეობს აკვლევითი სამუშაოები და რაც მიმდინარეობდა, რამდენად სრულფასოვნად განხორციელდა და რამდენად არის სრულფასოვნად დღეს ცნობილი ნოქალაქევი? სამწუხაროდ მხოლოდ 30% არის შესწავლილი ნოქალაქევის და ხედავთ რამხელა ქალაქი არის 19 ჰექტარზე არის გადაჭიმული და ამიერკავკასიაში, ანუ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ისტორიული ძეგლია, ყველაზე დიდი ნაქალაქარია. თქვენ ახლა რასაც ხედავთ, ეს ქალაქი სამი ნაწილისგან შედგებოდა. ანუ პირველი ნაწილი ეს არის ესე იგი დინარისპირა ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, სადაც არის ქვედა ნაწილი, სადაც იყო ადმინისტრაციული პოლიტიკური შენობა ნაგებობები, მეფეთა სასახლეები, თქვათ აბანოები, ეკლესიები, სხვადასხვა დამხმარე ნაგებობებიც იყო. დამხმარე ნაგებობები ბუნებრივია. შემდგომი ნაწილი ეს ციტადელს რასაც ძახიან, ის იყო თქვათ მთასა და ბარშორის შუამდებარე ადგილი და ზედა ნაწილი ციტადელი, სადაც უფრო თქვათ ეკლესიები მდებარეობდა და რომელსაც შეიძლება საკულტო დანიშნულება ჰქონოდა. სამ ნაწილად სამდონიანი ქალაქი იყო. რელიეფური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ორ ნაწილად არის გაყოფილი, ბარისა და მთის ქალაქი არის, ხოლო შორის დღევანდელი სენაკი, რომელიც ერთგვარად შეგვიძლია ნოქალაქევის რაღაცა იმეორებს, იმიტომ რომ სენაკიც ბარისა და მთისა და ბარის შესაყართან არის გაერთიანებული, მდებარეობს და გაშენებული როგორც ნოქალაქევი და უაღრესად გამაგრებული ქალაქი იყო და საინტერესოდ არის შერჩეული მისი ლოკაციაც, იმიტომ რომ დინარის სანაპირო და ტეხური მაშინ ბევრად უფრო წყალუხვი და ჩქარი იყო ვიდრე დღეს არის. ზევიდან გადმოყურებს ნოქალაქევის მთა, რომელიც უსიერი ტყეებით და უღრანი ტყეებით იყო დაფარული და მტრის, თქვათ, შემოსევას ამ ტერიტორიიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან აბრკოლებდა და წინა მხარეს სამზღუდა გალავანი. ანუ სამი გალავანი ერთმანეთის მიყოლებით იყო, ხო? და ციხეებში ზოგადად სტანდარტულად ერთი გალავანი გვხვდება, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში სამზღუდა გალავანმა ასევე დიდი მნიშვნელობა ითამაშა, როდესაც იდენტიფიცირებაში, რომ ნოქალაქევი, დღევანდელი ნოქალაქევი ნამდვილად არის ის უძველესი ციხე-გოჯი არქეოპოლისი, იმიტომ რომ ბერძნულ წყაროებში ხშირად იყო მოხსენებული დინარის პირას მდებარე სამზღუდა ქალაქი და ნოქალაქევის გათხრება სწორედ ეს ცხადყო, რომ ნამდვილად ეს არის ის ნოქალაქევი. და სახელი თუ ერქვა ამ ქალაქს, ეს მაინტერესებს ძალიან. კი, სხვადასხვა საინტერესო არქეოპოლისი არის ყველაზე ძველი სახელი და ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ბერძნულად თარგმანში ეს ნიშნავს ძველი ქალაქი, ხო? ანუ არქეოპოლისი და ეს ნიშნავს, რომ აქ ქალაქური ცხოვრება და დასახლება უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ პირველი 1000 წლიდან და შეიძლება იმაზე წინა პერიოდიდანაც უკვე მიმდინარეობდა. უკვე შემდგომ ციხე-გოჯი, თუმცა ამის მეორე სახესხვაობაც არის ჯიხან-ქუჯი, ციხე ქუჯისა, თუმცა მეორე ვერსიით ეს ნიშნავს ციხის ძირი, ანუ მეგრული ენიდან ასეთენად შეგვიძლია ავხსნათ. და თქვენ მკითხეთ ასევე ნოქალაქევის შესწავლაზე, ხო? 30-იანი წლებიდან დაიწყო ერთ-ერთი პირველი, თუ ყველაზე პირველი არა, ისტორიული ძეგლი იყო, რომლის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო საქართველოში 20-იანი წლების დასაწყისში. პარმენ ზაქარაია, ნაპო ზაქარაია მეორე სახელი, ცნობილი მეცნიერი იყო, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი და შრომა მიუძღვის ნოქალაქევის შესწავლაში. 70-იან წლებში მიმდინარეობდა ეს ყველაზე ინტენსიურად. დღესაც მიმდინარეობს, ხოლო შორის ბრიტანელი სპეციალისტები ჩამოდიან ყოველ აგვისტოს, ეხლაც აქ იმყოფებიან და სწავლობენ ნოქალაქევს. და მაშინ, ანუ დიდი ნაწილი მიწით იყო დაფარული. სხვადასხვა ხა ნოქალაქევის სადაც მდებარეობს, ეს არის სენაკისა და მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და მაშინ ეს გზა თვითონ ნოქალაქევში შედიოდა, ანუ ავტომანქანები და ავტობუსები შიგნით შედიოდნენ ნოქალაქევის ტერიტორიაზე და ბუნებრივია ეს ისტორიულ ძეგლს აზიანებდა და ძეგლის შენარჩუნებისათვის არ იყო კარგი. მაშინ მოხდა სწორედ ამისი, თქვათ, გადატანა და აშენდა ახალი ხიდი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რკინის ხიდი და ამ ხიდსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს ხიდი გამოიყენებოდა, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო მოძრაობისთვის, გადაადგილებისთვის. შიგნით იყო ერთგვარი სოფლის ცენტრი, ნოქალაქევის სოფლის ცენტრი, იმიტომ რომ შიგნით აფთიაქი მდებარეობდა, თქვათ, პატარა საავადმყოფო მაღაზიები და ასე შემდეგ. თუმცა 70-იან წლების შემდგომ დიახ, ბოლო პერიოდში 20 საუკუნეზეა საუბარი, უკვე შემდგომ უკვე ნოქალაქევს უფრო მიეცა როგორც ისტორიული ძეგლის სტატუსი, როგორც ისტორიული მუზეუმ ნაკრძალი, როგორც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ. და ამან ხელი შეუწყო ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, უფრო ისტორიულ თვალსაზრისით განვითარებას და კონსერვაციას და შენარჩუნებას. სენაკის რადიო. საინტერესოა, ედიშერ, ჩვენ რომ მოვდიოდით, თქვენ მითხარით, რომ იქ შიგნით არის ერთი ოჯახი, რომელმაც არის სურვა სხვა ადგილას გადასვლა. და იქ ცხოვრობს, ხო? ძალიან ბევრი წავიდა ალბათ იმ ადგილიდან და ძალიან საინტერესო კი, ეს ცოტა ისეთი
ისეთი მომენტია, იმიტომ რომ თვითონაც ადგილობრივი მოსახლე არ ტოვებს ამ ტერიტორიას, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობს, მისი უძველესი წინაპრები ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, გარკვეული ემოციების სენტიმენტები აკავშირებს და აქედან გამომდინარე არ ტოვებს ამ ტერიტორიას, მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, ფინანსური შეთავაზებისა მათ შორის. და დღემდე იქ ცხოვრობს. ხო, ეს გარკვეულწილად აფერხებს ამ მთლიან ერთიან ჭრილში ამ ისტორიულ ძეგლის განვითარებას, თუმცა ეს მისი კერძო საკუთრებაა და კერძო არჩევანია და ამ შემთხვევაში სახელმწიფო იძულების წესს ვერ გამოიყენებს, ხო? და ნოქალაქებზე კიდე მინდოდა და მეთქვა, რომ 2014 წლიდან დაიწყო აქ რესტავრაციის სამუშაოები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მუზეუმის მშენებლობა ჯერ კიდევ გრძელდება, ეს მუზეუმის დასრულება უკვე სხვა პოტენციალს გახსნის და სხვა პერსპექტივებს გააჩენს და სხვა განვითარების სხვა ჰორიზონტს გაშლის ნოქალაქებისთვის. ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ერთ-ორ წელიწადში ალბათ დასრულდება. და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ნოქალაქების შესწავლა, არიან სპეციალისტები, მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დისერტაციებს ამზადებენ ნოქალაქების შესახებ და რაც ძალიან მახარებს მე პირადად ახარებს ჩვენს ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს მართლაც უნიკალური ძეგლი, რომელიც გამორჩეულია ნამდვილად, უფრო მეტად იქნება შესწავლილი, უფრო მეტად იქნება საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია და ეს რასაც გამოავლენ შესწავლა, თქვათ, მიწოდებული. სენაკის რადიო. თქვენ როგორც სპეციალისტი, თქვენ როგორც სენაკელი, თქვენ როგორც ამ საკითხით დაინტერესებული პირი, როგორ ხედავთ, რამდენად არის დაცული აი ამ ძეგლის უსაფრთხოება? აი პრინციპში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ, იყოს დაცული, იყოს ასე ვთქვათ, თაობებს შეენახოს ეს და ყველა მიცოდეს თქვენი თქმის არ იყოს ერთ დროს ძალიან ძლიერი ქალაქის, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებელი დესტინაციის ადგილის, რაც უფრო მეტხანს იქნება, უფრო კარგია, სიმბოლოდ მის შენარჩუნებას. ხო, რესტავრაციის სამუშაოები ვახსენე, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, ხო, ეს არის რესტავრაცია კონსერვაციის სამუშაოები, ხო? და ეს პრინციპში სწორი გადაწყვეტილება იყო მაშინ ის, რომ აქ მოხდა კონსერვაცია იმ შენობა-ნაგებობების, იმ არქეოლოგიური ობიექტების, რომლებიც ნოქალაქების ტერიტორიაზე არსებობდა და არ მოხდა მისი აღდგენა, იმიტომ რომ ის რაც არის ზუსტად როგორ გამოიყურებოდა მისი აღდგენა რთულია, ხო და ეს ავთენტურობას დაარღვევდა. საქართველოში გვაქვს გარკვეული მაგალითები, სადაც ასე ვთქვათ, ხელოვნურად ადამიანის წარმოდგენით მოხდა რაღაც გარკვეული შენობა-ნაგებობის განვითარება და აღდგენა. და ეს საბედნიეროდ ნოქალაქებში არ მოხდა, იმიტომ რომ ნოქალაქებში ეს თქვათ ის უნიკალურობა, ის ავთენტურობა, ის ბუნებრიობა, რაც ორიგინალობა, რაც ამ ქალაქს გააჩნია, ის ყველანაირად თქვათ შენარჩუნებული უნდა იყოს. თუმცა დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს მაგის საშუალებას, თუნდაც 3D ვიზუალიზაცია და ასე შემდეგ, რომ ის შენობები ძალიან საინტერესოა, ხო? ეხლა თქვათ მაგალითად ვიცოდეთ, როგორ სასახლეში ცხოვრობდა თქვათ ქუჯი მაგალითად, ხო? როგორი ინფრასტრუქტურა ეგრისის მეფები, თქვათ წათე, იგივე გუბაზე საცხოვრობდნენ, ხო? როგორ გამოიყურებოდა, ხო? და ამ 3D ვიზუალიზაციით, ხო? შეიძლება თქვათ ამისი აღდგენა, იგივე ჩანახატების სხვადასხვა ინსტალაციების შექმნა შეიძლება ამ თემაზე, ხო? ნოქალაქების თვითონ ეს რეაბილიტაცია, თქვათ, კონსერვაცია როგორც მოხდა, თქვათ ეს გასაგებია, თუმცა ახლომდებარე და ნოქალაქების ახლომდებარე და ასე მდებარეობს სხვადასხვა თავდაცვითი კოშკები ან ციხესიმაგრეების საფორტიფიკაციო ნაგებობები, ხო? რომლებიც წარმოადგენდნენ ნოქალაქების თავდაცვითი სისტემის შემადგენელ ნაწილს, ხო? ეს იცავ, ეს დედაქალაქი იყო, დედაქალაქს ჭირდებოდა რაღაც თავდაცვითი კოშკები. სენაკის რადიო. თქვენ ახსენეთ საუბარში, რომ ხეობაა ძალიან საინტერესო. ასე ვთქვათ, რა პოტენციალს ხედავთ ზოგადად და რითია ის განსხვავებული და საინტერესო? თან მოდი წავიდეთ იმ ხედის თქვენის ნებართვით და თან ვისაუბროთ თქვენი აზრით, როგორი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს განვითარების აი ამ ხეობას. ხო, ამაზე უზარმაზ ძალიან დიდი საუბრის თემა არის, თუმცა მოკლედ შევეცდები რომ ვისაუბრო, მართლა უნიკალური ხეობა არის, ან ნოქალაქები გარდა იმისა, რომ არის უზარმაზარი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი, ხო? ამასთან ერთად არის ძალიან საინტერესო რეკრეაციული მნიშვნელობის დესტინაცია, ანუ დანიშნულების ადგილი როგორც იტყვიან, ხო? ეს იწყება დღევანდელი ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, მანდ არის საინტერესო სახელწოდების, აქვე სოფელი არის საინტერესო სახელწოდების მქონე უბანი არის, ასე ვთქვათ, ბეთლემი, ბერთემი. ამ ტერიტორიიდან იწყება და შემდგომ დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე ჩამოუყვება ტეხურის ულამაზეს ხეობას და სრულდება პირობითად ნოქალაქების ისტორიულ ხიდთან, ხო? და ეს 4 კილომეტრიანი ეს ხეობა ძალიან ბევრ საინტერესო, ასე ვთქვათ, ადგილს მოიცავს შიგნით და საქართველოში ალბათ ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც ასეთ მცირე მონაკვეთზე ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობას მოიაზრებს და მოიცავს, ხო?
ჩამოთვალოთ ეს ღირსშესანიშნაობები. დაწყებული თქვა ჯგემარიონის უძველესი ნატაძრალი ბეთლემის ტერიტორიაზეა. კი ბატონო, წმინდა მარიამს აღნიშნავს ჯგემარიონი, ანუ წმინდა მარიამი. შემდგომ უძველესი აბანო და ამ აბანოზე კიდე ცალკე შეიძლება ლაპარაკი თერმული აბანო, რომელიც ნაწილობრივ დღესაც ფუნქციონირებს, დღესაც დგას. შემდგომ ბეწვის ხიდი, ბონდის ხიდი, პიონერთა ბანაკის, ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია, დაკიდული ხიდები, კი ბატონო. ძალიან ლამაზია სხვათა შორის სანახავად. მინახავს და ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, იმდენად ლამაზად არის ჩატექსტიკებული ეს ადგილი. კი ბატონო. და საინტერესოა ტურისტი. ნამდვილად შემდგომ როგორც სენაკელები ეძახიან ოლიმპიური აუზი, ძალიან საინტერესო ესეთი ანტეცედენტური ხეობა არის, კანიონისებური, რომელიც ულამაზესი ლაჟვარდოვანი ტეხურის წყალთან ერთად საინტერესო სანახაობას ქმნის. შემდგომ თერმული წყლები, ეს ბუნებრივად თერმული, რომელიც შენარჩუნებულია. კი, ნამდვილად ტრავერტინების ჩანჩქერით, ანუ წარმოიდგინეთ ჩანჩქერი მაია, რომელსაც ცხელი წყალი გადმოედინება, ანუ ცხელი წყლის ჩანჩქერი. არ არის მაღალი, თუმცა ძალიან საინტერესო ბუნებრივი გეოლოგიური ფორმაცია არის, გეოლოგიური, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი არის, რომელიც ასე ვთქვათ, ადგილობრივებისათვის და არა მარტო ადგილობრივებისათვის ძალიან საინტერესო საყვარელი ადგილი არის და ეხაც რომ მივიდეთ, ეგ უამრავი ადამიანი დაგხვდება, შემდგომ ესე გოჭიფეს კანიენ, რომელიც ყველაზე ვიწრო ყელი არის ტეხურის ხეობის, სადაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადახტომაც კი შეიძლება იმდენად ვიწროვდება იქ ტეხური და დედამოკას ვიწრო და მან დედამოკას შესახება სახელწოდება დედამოკას ლეგენდას უკავშირდება სწორედ ეს ტერიტორია და ლეგენდაზე ცალკე შეიძლება მოყოლა, თუმცა ძალიან გაგვიგრძელდება. შემდგომ ოძიე სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენს მომდევნო გადაცემას. კი ბატონო. შემდგომ ადგილი ოძილე, ასეთი საინტერესო ადგილი არის. დავით ბატონიშვილის ციხესიმაგრე მანც მდებარეობს, ან დავით დადიანის ციხესიმაგრე. და უკვე შემდგომ ეს ტერიტორია თქვათ ეს ისტორიული გვირაბი, რომელიც ქალაქში აი ამ გვირაბიდან ქვევით ჩასასვლელი ადგილი არის და ბავშვებისთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო, როცა მოვიდით ამ ადგილას და პირობითად ეს ხეობა სრულდება ამ ისტორიულ ხიდთან და ამ ხიდსაც თავისი საინტერესო ისტორია აქვს, როგორც ამბობენ ეს ეიფელის კონსტრუქციის მოდელზე არის შექმნილი. ეს ხიდია. ეს ხიდი არის, კი. 1895 წლამდე აქ მოძრაობდა, ასე ვთქვათ, ადამიანები, ვისაც მარტვილში მიდიოდნენ ამ ხიდზე გადმოდიოდნენ და ეს იყო მთავარი გზა და უკვე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშიც, შუა წლებში საბჭოთა პერიოდშიც აქ გადმოდიოდა, ასე ვთქვათ, ავტომანქანები. და ამ ხიდზე ასევე გადაღებული ყველა ქართველისთვის და განსაკუთრებით მეგრელებისთვის საყვარელი ფილმი რეკორდი. ამ ერთ-ერთი ეპიზოდი კონკრეტული ადგილი არ ვიცი სამწუხაროდ, თუმცა ადგილი უნდა იყოს, როგორც მე მითხრეს, დაახლოებით ეს ადგილი უნდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ამ ხიდზე არის გადაღებული. სენაკის რადიო. რაც შეეხება ამ ხეობის პოტენციალს, ამაზე ძალიან დიდი საუბარი შეიძლება, როგორც ვთქვი, აქ ყველა სახის რეკრეაციული ტურიზმი, თითქმის ეკოტურიზმი იქნება, ეს საკემპინგო ტურიზმი იქნება, სალაშქრო ტურიზმი იქნება, იგივე ზიპლაინები და დღეს არის იქ ვთქვათ რაღაც ფრაგმენტული ტურისტული პროექტის ფარგლებში მოწყობილი ატრაქცია და მის განვითარება უფრო მეტად შეიძლება, რა თქმა უნდა. თუმცა ყველაზე მთავარი ალბათ ამ ხეობაში ერთ-ერთი რაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დომინანტი განვითარება, ანუ მთავარი განვითარება რაც უნდა იყოს, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ველნესი, ანუ გამაჯანსაღებელი, სამედიცინო გამაჯანსაღებელი ტურიზმი ტეხურის ხეობაში, სხვადასხვა მედია ვახსენეთ ჩვენ ადრე და მედიას თემატიკას ძალიან კარგად ებმის მარკეტინგულად, იმიტომ რომ მედია არის მედიცინის სიმბოლო და მედიას სამშობლოში, ნოქალაქებში ველნესის განვითარება კონცეპტუალურად ძალიან კარგად შინაარსობრივად შეიძლება. კი. და მან საბჭოთა პერიოდში არსებობდა ბალნეოლოგიური კურორტი, თუმცა ეს არ იყო იმ მასშტაბის, როგორც ჩვენ გვახსოვს მენჯი, ვთქვათ, სენაკელებს, ხო? მენჯი უფრო განვითარებული იყო, თუმცა ნოქალაქები, დღევანდელი ნოქალაქები ალბათ უფრო მეტ პოტენციალს ატარებს ამ კუთხით, ვიდრე ვთქვათ იგივე მენჯი. ამ ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა შეიძლება მან ცნობილი სენაკელი არქიტექტორია ვახტანგ დავითაია არსებობს კიდევაც ეს პროექტი, როგორ შეიძლება ამ ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა იყო. და დღესაც არიან დაინტერესებული მხარეები, ვთქვათ, ამ ყველაფრით და შეიძლება ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად განვითარება. ამ მთელი ეს ხეობა შეიძლება ერთიანად მარტვილის ოკაცეს მარტვილისკან ერთიან კლასტერში შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მდებარეობაც ხელს უწყობს ნოქალაქებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვთქვათ გარკვეული ტურისტული ძეგლები,
თქვათ, რომელიც თქვათ, საინტერესო არის, მაგრამ მოშორებით მდებარეობს გეოგრაფიულად, ხო? მაგრამ მოქალაქეები ამითაც გამორჩეულია, რომ ერთის მხრივ უზარმაზარი უნიკალური პოტენციალის მქონე ძეგლია, მაგრამ მეორე მხრივ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ტურისტებისათვის, მისასვლელად ვიზიტორებისათვის ხელსაყრელი და კომფორტული, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, ვთქვათ, ქუთაისის აეროპორტი აქვე არის, ბათუმიც არ არის შორს, სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალები თუნდაც მარტვილიდან, სალხინოდან, სენაკიდან ახლოს მდებარეობს, ხო? კოლხეთის დაბლობის გარკვეულად ცენტრში არის, სვანეთისკენ მიმავალი გზა, აქ იკვეთება, ბათუმისკენ მიმავალი გზაც. ანუ ყველანაირად ხელსაყრელი არის, ხო? და თქვათ, ახლო მარტო მოქალაქეებიც არ არის, ხო? ახლო მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მრავლად არის. იგივე სალხინო რო ვახსენეთ, სალხინოში მეგრული კულინარიის, იგივე დადიანების რეზიდენცია, რაც არის ღვინის ტურიზმი. თამაკონში და სალხინოს ტეხურის ხეობის ზემო წელში რისი განვითარება შეიძლება. ანუ ეს ყველაფერი შეიძლება მოქალაქეებს ძალიან კარგად დაუკავშირდეს, ხო? ისე ედიშერ, რო ვთქვათ, სულაც რომ გვერდზე გადავდოთ ტურიზმის და მაგალითად ვიზიტორების თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რამხელა ქონების, რამხელა სიმდიდრის, რამხელა განძის პატრონები ვართ და ალბათ გვაქვს ერთგვარი ვალდებულება იმის, რომ რაღაცნაირად ისტორიული რეალობაც კი აღდგეს. ჩვენი ტრადიციების შესახებ ვიცოდეთ, ჩვენი კულტურის შესახებ ვიცოდეთ და ზოგადად ვიცოდეთ ვინ ვართ. რა თქმა უნდა. სენაკის რადიო.